სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr, გახმოვანებულია ajaran.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. მონაწილეობენ კარიბა ჰეინი, ფიბი ტონკინი, ინდიანა ევანსი და ლუკ მიჩელი. კიდევ 150 საათი უნდა ვიმეცადინოთ. რა? გვიხუმრები? არა, სერიოზულად, მალე გამოცდებია. უთხარი, არ მისმენს. ეს მართალია, მითითებები არ მესმის. ხოდა ტყუილად. ასეთი დღის მეცადინეობაზე დახარჯვა მენანება. წყალი, სანაპირო, ვილი, ყველაფერი ისე როგორც ყოველთვის, უბრალოდ მშვენიერია. მადლობა. კარგი, რამ ზიანათებს საოცარი დღეა. რა არ მოგწონთ? ტურისტებით იქცევა. უნდა ვიმეცადინოთ. ვიმეცადინებთ კიდეც არა? ჰა. მიხარია თქვენი ნახვა. აიღე. გმადლობ. რადგან ასეთი ამბავია რაღაცას გაჩვენებთ. როგორი ლამაზია. ეს კრისტალი მქვიდან არის. შენი კრისტალის ფორმა დავაკოპირე. იმედია წინააღმდეგი არ ხარ. არა, არა უშავს. და ვის აჩუქებ? ვის ვაჩუქებ? აიღე. მე? შენი მოვალე ვარ. მადლობა. როგორია? მშვენიერია. ძალიან გიხდება. მაგარია. ვილს სხვა ადამიანებზე ფიქრი შეუძლია, სწორედ ეს მომწონს მასში. ეს და კიდევ მისი ბიცეპსი. არ გეკამათები. გამარჯობა. გეძებდი. მართლა? რატომ? საუბარი მინდოდა. ზეინ, შემეშვი კარგი. ყველაფერი დასრულებულია. ახალი გულსაკიდი. ჰა, ერთმა მეგობარმა მაჩუქა. რომელმა მეგობარმა? თავი დაანებეს ხვის საქმეში ნუერავი. ესე იგი შენმა ახალმა შეყვარებულმა. არ შემცდარ ვარ. იდიოტივით ნუ იქცევი. ასეთი სიმაღლისაა და ყვინთავს არა. ჩემი ცხოვრება გრძელდება. და შენც იგივეს გისურებ, ზეინ. მადლობა, უბრალოდ მითხარი. რა ქვია მას? დრო ცოტაა, ასე რომ ეჩქარე. ბანკს წერილს წერ. მინდა რომ კიდევ ერთი კრედიტი მოგცენ. რა გჭირს? აღშფოთებული ხარ. ჰა, მაპატია რომ ხაში ვიყავი. მშვენივრად მუშაობ. ო, მშვენიერი გუნდი ვართ. დაჯექი, დაისვენე. ისეთი დაძაბული ხარ. რიკის გამო. ისევ? ის უნდა დაივიწყო. ჩემი მორიგეობა მალე დამთავრდება. შეგვიძლია პლიაჟზე წავიდეთ. შენი ძმა ბევრს საუბრობს მასზე. ვილი და რიკი? ვიღაცამ საჩუქარი გაუკეთა. გულსაკიდი, კრისტალისგან. ვფიქრობ ის ვილი იყო. ისინი მეგობრები არიან. დამარჩა. ჩვეულებრივ ასე ამბობენ ხოლმე. იქნებ დაკიდების დრო მოვიდა. მის გამო ფსიქოზი გაქვს. მაშასე,
ყველაფერი უნდა მოვამზადოთ. რისთვისაა ასეთი ამბავი? რაღაც ფეხბურთის გამო? კიმ, ეს რიგითი თამაში არ არის. ეს ფინალია. სეზონის გრანდიოზული დასასრული. ხმამაღალი ყვირილის, კაცების ხმებისა და საერთოდ გათიშული ქმრების დრო. სად მიდიხართ? გასართობად. ხომ არ ჩამოგრჩებით? მეგონა ყველა ერთად გავერთობოდით და მშვენიერ თამაშს ვუყურებდით. კლეო მშვენიერია. მეგობრები მოიყვანე. მაბადია მამა, მაგრამ დაკავებულები ვართ. მალე ხომ გამოცდებია, უნდა მოვემზადოთ. თუ სურვილი გაგეშინდებათ, ჩამოდით. მარცხნივ, ღმერთო. კლეო, ქემია უკვე გააკეთე? ხო, გინდა ამოხსნა? ხო, რიკი გინდა შეხედო? უნდა დავისვენო. უკვე თავი აღარ მიმუშავებს. რამე სხვა ჩართე? შვენიერად ბღერით. არა, არაფრის გულისთვის. მომწონს გასაგებია? რიკი. კარგი. ახლავე, არა, ამაზე არ ვამბობ. თქვენი კრისტალები. აბა მოიხსენით. კარგი, ახლა მიუახლოვეთ. დაინახეთ? მიდი და არტყი. არის. რა მაგარია. რაზე ამბობ? ანგარიში თანაბარია. ჯარი მოიქნება. იქნებ გავიტანოთ. ბატიპოტი არ გვაქვს? თუ გავიტანთ, ყველაფერს მიიღებ, რასაც მოისურვებ. მიდი გაიტანე. რა თქმა უნდა, ბევრი უცნაურობა მინახავს, მაგრამ ეს დაუჯერებელია. რა მოხდება თუ ერთმანეთს შეეხებიან? არ მგონიაც დაღერდეს. არ ვიცით რა მოხდება. მოდა გავიგებთ. არ მგონია გარის გვაღირდეს. მე შემიძლია. მაშინ მოდი. ოღონდ ფრთხილად. მთელი სეზონი ელოდი ამას. დაარტყა. მეკარე სად არის? არა. ბელა. კლეო. რა გჭირთ? ვერ ხვდები. დენი არ არის. ყველაფერი რიგზეა. მაშინ რა ხდება? კლეო სად არის? კლეო. ბელა. რა გჭირთ? გონს მოდით. კლეო. აქ რა ხდება? არაფერი, მისტერ სერტორი. არაფერი. შუქი არ იყო. საიდან უნდა ვიცოდე რა მოუვიდა დენს? და რაც ისფერი შუქი გენთოთ. ჩემი მობილური ანათებდა. მე ჩავრთე როგორც ფარანი. ბევრი სინათლე იყო ასეთი ეკრანისთვის. რა ანგარიშია? ნეტა ვიცოდე.
ეს შოკი. მთვარის სინათლეს გავს. როგორ შეიძლება მთვარის შოკი ამ კრისტალებიდან გამოდიოდეს? არ ვიცი, იქნებ როგორღაც ინახავენ მას. ახლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ დიდი ძალა აქვს. შეწყვიტეთ, მათზე რაც შეიძლება მეტი უნდა გავიგოთ. პერიოდულად მთელ ქალაქს შოკი უნდა გავუთიშოთ. მე წავიღებ შენსაც, სანამ არ გავიგებთ რა ხდება. კარგი აზრია. იქ კიდევ არის ასეთები. ეს კრისტალი აქ ვიპოვეთ, რადგან ვილის ფარანი სწორედ აქ იყო. რადგან კრისტალი კლდეშია, მაშინ იქ სხვებიცაა, მაგრამ კლდე უშველებელია. საქმეც ამაშია. როგორ უნდა ვიპოვოთ მასში კრისტალი? ეს მახარებს. რამდენია? 30 დამეყოფა. ჯობია ასე შენს მეგობრებს უთხრა და ვარჯიშს დაუბრუნდე. ეს წარსულშია. გავიგე რიკის საჩუქარი აჩუქე რაღაც კრისტალი. ვისგან გაიგე? გასაგებია. სხვა ვისგან თუ არა ზეინისგან. შეყვარებულები ხართ? ჩემი მეგობარია. ეს არის და ეს. ძალიან კარგი მეგობარი. ნამდვილად? ზუსტად. კარგი, შენი მჯერა. არაფერია. არა. დროს ვკარგავთ და ეს კლდე ზედმეტად დიდია. იდეა მაქვს. შენი კრისტალი მომეცი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ კრისტალები ერთმანეთს იზიდავს, როცა ერთმანეთს უახლოვდება. ოდა? მივუახლოვებთ. ვილი და რიკი ნამდვილად ხვდებიან. ზუსტად იცი? მალავენ, მაგრამ ის ხომ ჩემი ძმაა. ჩემგან რაიმეს დამალვა რთულია. გასაგებია. წუხვარ, მაგრამ გიღალატა. დროა დაივიწყო. იდეები გააქვს? უნდა დაივიწყო. არ მინდა. სიმპათიური ბიჭი ხარ. უამრავ გოგონას მოსევხარ. მოდი აქედან წავიდეთ. გაერთობი. შემიძლია ვახშამი მოვამზადო. სად მიდიხარ? კაფეს მიხედე. ჰეი, მყვინთავო. მყვინთავო. დარწმუნებული ხარ, რომ ეს კლდის ფენის იქითაც იმოქმედებს. კარგი იდეა მეგონა, მაგრამ მოიცადე. უკან გადი. ზემოთ აწიე. არის. რიკი? შეხედე, იპოვე. კიდევ ერთი და ისეთივე როგორც დანარჩენები. დაუჯერებელია. და რას აპირებთ? სამივე კრისტალს შევაგროვებთ და ვიფიქრებთ. ზუსტად, წავედით. შეგვიძლია ვცადოთ ამ კრისტალების. არა. რა?
რა მოხდა? აქ ვიღაც იყო. რატომ? გულსაკიდი აქ დავტოვე. ის მოიპარეს? მარტო 1 წუთით გავედი. ვერც კი წარმოვიდგენდი, კარიც კი არ დამიკეტავს. სხვაგან ხომ არ დადე? არა, ის აქ იყო. სხვა რამე დაიკარგა? კიდევ შევამოწმებ, მაგრამ გონი არაფერი. იმავეს ვფიქრობ, რასაც მე? მაგრამ ხმამაღლა არ მინდა ვთქვა. სოფი? რა? არა, ის არა იღებდა. თუ მან მკითხა გულსაკეთზე. როგორ გაიგო? ზეინი. მან უთხრა და მანვე წაიღო. სად მიდიხარ? უნდა დავიბრუნო. ჩვენც წამოვალთ. არა, ეს თავად უნდა გავაკეთო. არის ვინმე? დამიბრუნე. სწრაფად მიხვდი. დამიბრუნე. არ დაგიბრუნებ, სანამ არ მეტყვი რა ხდება შენსა და ვილს შორის. ჩვენ შორის არაფერია. არა, მოგცემდი, მაგრამ მინდა რომ ამიხსნა. რა? რა მოხდა ჩვენ შორის? ჩვენ ხომ კარგად ვიყავით ერთად? არ გახსოვს არა? შენ გახსოვს? ო, თავად დაანგრიე ყველაფერი. ვიცი რომ ვწდებოდი, მაგრამ მაინც გაქვს შანსი. თუ ისევ ერთად ვიქნებით, ყველაფერი მოგვარდება. არ შემიძლია ასე დაგივიწყო და დარწმუნებული ვარ, შენც ასე ფიქრობ. ვიცი რომ ასეა. მითხარე. საშინელი ტიპია. აქ მოსვლა და ქურდობა. რა იპოვა მასში? წავიდეთ. მას ხომ თავად უნდა და დალაპარაკება. რიკის უნდა რომ ძლიერი ჩანდეს, მაგრამ მას ჩვენი დახმარება სჭირდება. მოსწონს ეს თუ არა? მეც მოვდივარ. შეიძლება ჩემი დახმარება დაგჭირდეთ. შენი იყოფნა მას უფრო მეტად გააფრაზებს. მართალია, ეს გოგონების საუბარია. დაფიქრდი, რამდენი რამ გადავიტანეთ ერთად. მხარს გეჭერდი. შენს და გოგონებსაც. ეს კაფე ჩვენი ოცნება იყო. ჩვენი სახლი. შენ გარეშე კი ის. და სოფი? რა გინდა მასთან? არც ისე ცუდად მოეწყო აქ. ის მუშაობს და მე რა? შეეწყვიტე. ნუ თუ ეცდები დამარწმუნო რომ ვერ ხვდები რა გეგმები აქვს შენთან დაკავშირებით. რა სისულელეა? უკვე აღარ გენდობი. მაგრამ არაფერი გამიკეთებია. თქვენ ერთმანეთს აკოცეთ. ეს უბრალოდ მოხდა. მე დაგინახეთ, ეს უბრალოდ არ მომხდარა. არ გინდა რომ ჩემი გჯეროდეს. მიზეზებს ეძებ რომ მას შეხვდე. რა უაზრობა? მოდი, სადმე წავიდეთ. დავივახშმოთ, შემდეგ იმას დაგიბრუნებ, კარგი? არა. გინდა რომ თავი დაგანებო? ხო, კარგი. რადგან ეს დასასრულია, შენი არაფერი მიმართებს. არც არაფერს გთხოვ. ნუ თუ. რადგან მედიხარ, ვალდებული არ ვარ, შენი საიდუმლო შევინახო. რა? გაგიმეორო. არ მეგონა რომ ასეთი სულმდაბალე იყავი. გინდა რომ შენი ერთგული ვიყო? მეც იგივეს გთხოვ. კრისტალი მომეცი. რა არის მასში ასეთი? ყველაფერი კარგად არის, ზეინ? შენი საქმე არ არის. თუ ეს ჩემს ძმას ეხება, მაშინ ჩემიცაა. სოფი, ნუ ჩაერები. შენი კრისტალი მომეცი. გონი ყველგან შენს ხვირს ყოფ. მან ნახევარიც კი არ იცის. რიკი. 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 რა მოხდა? არ ვიცი.
აი მესამეც. მადლობა. რა ლამაზია. სამი კრისტალი ერთად. შეგვიძლია ელექტროენერგია გავთიშოთ მთელ ქალაქში. მაგრამ რატომ? ნებისმიერ შემთხვევაში შევძლებთ გავიგოთ რა ხდება. ზეინზე ფიქრობ. ეს არ უნდა გაღელვებდეთ, თავად გავარკვევ. კრისტალის მოპარვა ჩვენს გვეხება. რომ არ დაებრუნებინა? ხომ დააბრუნა. ასე ჩემზე ზემოქმედებას ცდილობდა. მაგრამ რისკი ხომ იყო? იყო და არის. თავს არ დაგანებებს. კაფეში სიწყნარია. სამაგიეროდ მე მაქვს საზრუნავი. რა ისმის რეკისგან? არაფერი. ის ძალიან უცნაურად იქცევა. უცნაურად. ნამდვილად. ეს საელექტრიკოსი წავიდა. თქვა რომ ყველაფერი წესრიგშია. მშვენიერია. მაშინ რა მოხდა გუშინ საღამოს? მოუყევი? ვის? სოფის. უთხარი რომ კალთებზე ვივართ? არა. რეკი მოიცადე. ძალიან მწუხარ. გუშინ ბევრი სისულელე გითხარი. უბრალოდ თავი დავკარგე, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ ყველაფერს. ამის პირობას გაძლევ. ასე აღარ შემიძლია. უნდა ვიცოდეთ, შეგვიძლია თუ არა რომ გენდოთ. რა თქმა უნდა. არ დამოვიწყდება ის კარგი, რაც ჩვენ შორის იყო. იმედი მაქვს არც შენ. რა თქმა უნდა. მაგრამ ვიცი რომ ცუდსაც ვერ დავივიწყებ. შენ საერთოდ ძალიან გაგიმართლა რომ მოვედი. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები გიორგი წერეთელი და მარიამ გიორგობიანი. ხმის რეჟისორი ლერი შეწირული. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.